Თქვენ იყავით გაეროს წარმომადგენელი, გაეროში წარადგენდით საქართველოს ახალგაზრდებს, ხო, როგორც ვიცი, აი ბოლო 2 დღეა განსაკუთრებით აქტიურად საუბრობს დასავლეთი ჩვენი ქვეყნის შესახებ. Რა დასკვნა გამოიტანეთ თქვენ იმ განცხადებების, რომელსაც ჩვენ ვისმენთ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან? მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის დემოკრატიული სამყაროს პოზიცია ძალიან მკაფიოა. საქართველოში მიმდინარეობს არა მხოლოდ სახელმწიფოს მიტაცების პროცესი რუსი ოლიგარქი ივანიშვილის მიერ, არამედ დიქტატურის დამყარება. ეს უპრეცედენტო არის ჩვენს ისტორიაში, დიქტატურის დამყარების მცდელობა არ ყოფილა. ცხადია, რომ ივანიშვილი ხდება დიქტატორი, რომელიც პოულობს მოკავშირეებს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ჩვენ ხედავთ, რომ ძალიან აქტიურად ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან თანამშრომლობს და ამ დღეებში შეხვედრები მაგას ცხადყოფს, ირანის რეჟიმთან და ასე შემდეგ. ცხადია, არა მხოლოდ ეს გადაწყვეტილებები არის ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან, არამედ ვერ შეთანხმდებიან ტრამპის ადმინისტრაციასთან, რომელიც ცნობილია თავისი კომუნისტური პარტიის და ირანის წინააღმდეგ პოზიციებით. ამიტომ საერთაშორისო თანამეგობრობის წნეხი გაიზრდება. ეს ილუზია, რომ 20 იანვარს დალაგდებიან ტრამპთან, 20 იანვარსვე და მალევე დასრულდება და ივანიშვილი აღმოჩნდება სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. შიგნიდან პროტესტი მხოლოდ გაიზრდება და გარედან საქციებიც გაიზრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს სისტემა რუსული თავისი შინაარსით ავტორიტარული ანტიქართული სისტემა, რომელიც აგებულია სრულ პროპაგანდაზე. ჩვენ ხედავთ, რომ ორველის სტილის სერიოზული პროპაგანდა არის. მსგავსი პროპაგანდა, ვინც სპეციალისტია და იცის, ზუსტად ასეთია რუსეთში. რუსეთში დააჯილდოვეს მაგნიტსკის სიაში შეყვანილი კადიროველები. დღეს ივანიშვილი აჯილდოებს ზუსტად მაგნიტსკის ნაწილს. ხო, რუსული ნაბიჯებია, რუსული პროპაგანდა, რომელიც აუცილებლად გაწყდება ეს რუსული სისტემა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი არ შეეგუება, მით უმეტეს ახალგაზრდობა, რომელსაც მე წარმოვადგენდი გაეროში, არ იცნობს ივანიშვილი ამ ახალგაზრდობას. ეს ახალგაზრდობა იმდენად ჩვენთვის ძვირფასია და ფასეულია ევროკავშირის ნაწილად ყოფნა, ევროპული და ცივილიზებული სამყაროს ნაწილად ყოფნა, რომ ეს ახალგაზრდობა არ გაჩერდება.